Უნდა მივესალმები ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წუთას რუსთაველის გამზირზეა, განსაკუთრებით გედის და მოშიმშილეებს, ჩემი უღრმესი პატივისცემა მათ, რადგანაც ისინი არიან ამ ბრძოლის წინახაზზე, რასაც ქვია, არ აღიარება ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდისა, რომელიც არალეგიტიმურად იკავებს სახელმწიფო ბერკეტებს და პრინციპული, შეურიგებელი, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან პრინციპული ბრძოლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ. რაც რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, რაც ძალიან რთულია, რაც გვესმის, რომ წაიღებს კიდევ ნერვებს, დროს, ჩვენს მოთმინებას, მაგრამ ჩვენ სხვა გამოსავალი არ აქვს. ჩვენს უკან რო იტყვიან არის ჩვენი სამშობლო, საქართველო და არც ერთ ნორმალურ ქართველს კრებსითად ვამბობ მრავალეთნიკურ საქართველოს წარმომადგენელს არ აქვს უფლება ის ჩვენი თავარი საფიცარი, რასაც ჩვენი სამშობლო ქვია, დაუთმოთ აი ამ რუსების მიერ ხელისუფლებაში მოყვანილ, დასმულ და შენარჩუნებულ რეჟიმს, ბანდას, რომელიც ფულს ემონება და რომლის გამოც, ფულის გამო და ხელისუფლებაში ყოფნის გამო ყველაფერზე მიდიან, ყველაფერს კადრულობენ, მათ შორის სამშობლოს ინტერესების ღალატსაც. ამიტომ ჩვენი გზა გადის ბრძოლაზე და ეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, გადის პირველ ყოვლისა გამძლეობაზე, მოთმინებაზე და ჩვენს ერთიანობაზე აუცილებლად. ერთიანობაზე აუცილებლად. ერთიანობა არის ის თემა, რომელიც ნაციონალური მოძრაობისთვის მუდმივად არის ერთ-ერთი მთავარი საგანი, როგორც წინა არჩევნებზე 2024 წლის არჩევნებს ვგულისხმობთ, თქვენ მუდმივად ამ ერთიანობაზე საუბრობთ და ხალხის დაკვეთაც ყოველთვის იყო და არის ეს ერთიანობა. ეს რა თქმა უნდა არ გულისხმობს და ყველას კარგად ესმის და ამაზეც იყო არაერთხელ საუბარი და ჩვენ გვისაუბრია, ეს რა თქმა უნდა არ გულისხმობს იმას, რომ რაღაც ყველა მართლა იყოს ერთ სიაში, მაგრამ ეს გულისხმობს რაღაც სტრატეგიულ თემებს და მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებულ წინა არჩევნებში გულისხმობდა ერთ სიაში. წინა არჩევნებში და რომ არ გამოვიდა, რატო არ გამოვიდა, ახლა კარგად დაინახა ხალხმა. იქიდან ორმა პარტიამ პირდაპირ რო დურთა თავი და რუსულ სპეცოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა, ახლა კიდევ გასაგები გახდა ალბათ ბევრისთვის, რატომ არ შედგა იმ 4 პარტიის ერთიანობა, რომელზედაც პრეზიდენტ სააკაშვილი, როგორც პუტინის პირადი ტყვე და პატიმარი და სიმბოლო აი ამ წერილზე მინდა დაგისვათ კითხვა. მოგვიწოდებდა და რატო არ შედგა ის ერთიანობა, რამაც გაუადვილა ამ რეჟიმს ჩაეტარებია 2024 წელს სპეცოპერაცია, აი ახლა უფრო მე მგონი ბევრმა კარგად დაინახა. ხო, არ ვიცი ვინ რა დაინახა, მაგრამ სწორედ აი იმ წერილზე მინდა გკითხოთ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაწერა და ერთიანობის თემა აი ამასთან კავშირში, რომელიც დღესაც ძალიან აქტუალურია და ამას წერდა სხვათა შორის სააკაშვილი იმავე წერილში. თუმცა მისი აი ეს სტატუსი სავსე იყო მხილებებით, გვარებით, რაღაც ბრალდებებით, ხო? აი ეხლა, როდესაც თქვენ კიდევ ერთხელ საუბრობთ ერთიანობაზე და ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, აი ეს სტატუსი თუნდაც, აი ამ გვარების და სახელების დასახელება, ზოგადად აი ამ თემებზე ეხლა საუბარი, რამდენად შეუწყობს, ან რამდენად უწყობს ამ ერთიანობას ხელს და რამდენად დროულია ეხლა ამაზე საუბარი, აი თქვენ როგორ ფიქრობთ? მე ვფიქრობ, რომ ან რატო ადრე არ თქვა, როდესაც ჩვენ საუბრობთ ერთიანობაზე, ჩვენ არ უნდა დაგვინახოს საზოგადოებამ, რომ რაღაცა ბრიყვების გაერთიანება ვართ, რომლებიც ვერ ვხედავთ რა ხდება და ესე სულელებივით ნებისმიერ ძალასთან და ნებისმიერ ადამიანთან ზადავართ ერთად ვიყოთ, ხო? მაშინ როცა ვამბობდით, რომ აბა ეხლა ეს არის ჩვენი გამოცდა და მოდით ის 4 ძირითადმა პარტიამ ავიღოთ და ერთი სია გავაკეთოთ, რისთვისაც ნაციონალური მოძრაობა თავისკენ კი არ ქაჩავდა. ეხლა მაგას არ გეკითხებით. გეკითხებით, ხო, მე სხვა რამეს ვკითხულობ. მე ვკითხულობ, იქ იყო დასახელებული სახელები და გვარები, რომლებიც ერთ დროს თქვენი თანამდებობები იყო. ამ ფორმით ეხლა შესავლის სახით, იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი შეკითხვა და მინდა გითხრათ, რომ გავახსენო საზოგადოებას, რომ ნაციონალური მოძრაობა თავისკენ კი არ ქაჩავდა საბანს. ჩვენ რა შევთავაზეთ მაშინ? როცა ამ ერთიანობაზე ვსაუბრობდით, ჩვენ ვამბობდით, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტია იყო და რეალურადაც არის, რომ არ გვინდა არ ჩვენი სახელი,
არ ჩვენი ნომერი. რაც შეიძლება რეიტინგებით, სოციოლოგიური რეიტინგებით გვეკუთვნის იმის ნახევარზე ყაბულსავართ საერთო სიის გამსვლელ ნაწილში. ოღონდ გავერთიანდეთ, სულ სხვა სახელი იყოს, სულ სხვა ნომერი იყოს. არც გვისაუბრია ამას. ხო და შესაბამისად, ანუ ეს არ იყო ნაციონალურ მოძრაობაზე მორგებული წინადადება. ეს იყო წინადადება საერთო გამარჯვებაზე, იმიტომ რომ ჯერ უნდა გავიმარჯვოთ და მერე ვიმჯელოთ, ვინ მემარცხენეა, ვინ მემარჯვენეა, ვინ კარგია. მაშინვე რატომ არ ითქვა ეს ყველაფერი, რაც დღეს დაწერა სააკაშვილმა დღეს გუგუში დაწერა. იმიტომ რომ მაშინ საარჩევნო კამპანიაში ვიყავი და საარჩევნო კამპანიაში ივანიშვილის ნაცვლად ერთმანეთის მიმართ რაღაცა პრობლემებზე ხო არ დავიწყებდით ლაპარაკს, მე ყველა დააბრალებდა. ახლა რამდენად შეუწყობს ეს ერთიანობას? ახლა არჩევნები აღარ არის, არჩევნები გაუქმდა და ახლა ვლაპარაკობთ ყველა იმ ძალის ერთიანობაზე. ეს არ იგულისხმება, მაგრამ პოლიტიკური პარტია ვიღას აინტერესებს საქართველოში. თქვენ აგრძალავენ მალე ძალიან. ბოლო შემთხვევაში თქვენ და კიდევ ორი პარტია არის სამსიაში. როდესაც ვლაპარაკობთ ერთიანობაზე, ვლაპარაკობთ საზოგადოების ერთიანობაზე, ვლაპარაკობთ ჯანსაღი პოლიტიკური და არაპოლიტიკური ძალების ერთიანობაზე. თორე ახლა გახარიასთან ერთიანობაზე რაღა აზრი აქვს საუბარს, ხო? წითელი ხაზები გახარიასთან გაქვს. ბუნებრივია ხო, კიდევ რაღაცა ხაზებია გახარიასთან მიმართებაში. თქვენ გეკითხებით, თქო, თქვენ მაშინ მზად იყავით გახარიასთან გქონოდათ ერთიანი სია. ახლა გაქვთ გახარიასთან უკვე წითელი ხაზები. ეს დაკვეთა იყო და მაშინ ამიტომ ამბობ, რომ ახლა ხო გამოჩნდა თქო, რატომაც ვერ შედგა ის ერთიანობა. ხო გამოჩნდა, იმიტომ რომ ხოცების საქმის თიყვნენ დაკავებულები და ამიტომ შიგნიდან ააფეთქეს ის პოტენციური არშემდგარი ერთიანობა. ეს ამას გპასუხობთ სწორედ თქვენ. და ახლა ხო გამოჩნდა, რომ რაც ჰქონდათ ჩაფიქრებული, ის გააკეთეს, შვენივრად აღიარეს ეს პარლამენტი და შვენივრად შევიდნენ. არა და გახარიაზე არ წერდა, მიხეილ სააკაშვილი წერდა თქვენს ყოფილ თანაგუნდელებზე. ლელომაც იგივე გააკეთა პრაქტიკულად. თქვენს ყოფილ თანაგუნდელებზე წერდა გიორგი. ლელომაც იგივე გააკეთა, მიიღო მონაწილეობა ამათ რუსულ სპეცოპერაციაში, ნაცვლად იმისა, რომ თუმცა ლელო არის იმ პარტიების სიაში, რომელიც აგრძალვის კანდიდატია. ხო, ნუ ეგ რისთვის გააკეთეს, ეს მეორე საკითხია. ცხადია, რომ არანაირ ლელოს არ აკრძალავენ. თქვენ ეს მოლოდინი გაქვთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ლელოსთან გადაკავშირებით განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის ნაციონალურ მოძრაობაზეა საუბარი. ახლები ახალშექმნილი პარტია და რაშვაში არიან და ლელო მით უმეტეს რაშვაში არიან. არც ახლებს აკრძალავენ, მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა იქნება. ახლებზე არ ვიცი, იმიტომ რომ ახლების ბევრი წევრი ნაციონალური მოძრაობის სიძველი წევრია და შესაბამისად იმ ხელისუფლებასთან უშუალო კავშირი ჰქონდა და იმედია რომ ისინი ამ თავის ბიოგრაფიას არ უარყოფენ. მე ბევრი ასეთი პატიოსანი ადამიანი ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეცდომა დაუშვეს და ნაციონალური მოძრაობიდან გავიდნენ. ეს ცალკე საკითხია. ლელო საერთოდ რაშვაშია, ლელო იმ დროს ლელოს ლიდერები იმ დროს ჩვენი ოპონენტები იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ბიზნესი მართლაც რაშვაშია, საოცარია მათი ამ სიაში. ხო, აი მაგალითად და თან პირველები იყვნენ, ვინც იმ კომისიაში დაიბარეს. არა, აქ საუბარია გვარებზე, რომელიც და 2018 წლამდე 48 შემოხაზეთო სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში იღებდნენ მონაწილეობას და მაქედან დაიწყო გაყალბება. აქ საუბარია გვარებზე, მე სააკაშვილის სტატუსი, იმიტომ გავიხსენე, აქ საუბარია გვარებზე, რომლებიც თქვენიანები იყვნენ, თქვენი ნაწილი იყვნენ. ნიკა გილაური, პავლე კუბლაშვილი, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, ამიტომ არ ვასახელებ. რა, პავლე კუბლაშვილი წერია იქა და ყველა ეს პოლიტიკურ წრეებში, მე მგონი თქვენც იცით, არა მარტო პოლიტიკურ წრეებში, რომ პავლე კუბლაშვილი იღებდა მონაწილეობას იმაში, რასაც ქვია ქოცური გეგმა, რომ ნაციონალური მოძრაობა რამენაერად მოეკლათ და ჩვენგან გაყვანაზე, ხალხის გაყვანაზე მუშაობდა ის. ხო, ახლა გაყიდვა, დაშინება და ასე შემდეგ ეს მეთოდები რიგი წევრებზე კი არ მუშაობს მარტო. ძირითადად მუშაობენ ბობოლა ლიდერებზე. და აი ერთ-ერთი ნათელია რომ პალიკო იყო სამწუხაროდ, რომლისგანაც ნახდათ არანაირად არ ველოდით ასეთ მუხანათურ ქმედებას, რაც ჩაიდინა. ხო და ეს საზოგადოება უნდა იცოდეს, ბევრმა ეს იცოდა ისედაც პოლიტიკურ წრეებში და ჟურნალისტებში, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ამიტომ მაგას ვამბობ ჩვენ, რომ
ხალხმა უნდა იცოდეს რა მეთოდები გამოიყენა ნაციონალური მოძრაობის გასანადგურებლად ამ 13 წლის განმავლობაში. ამას ემსახურებოდა სააკაშვილის სტატუსი. რა თქმა უნდა იცოდეს გარდა იმისა, რაც ისედაც თვალხილული იყო, ცემატყეპა, სროლები, თავის გატეხვები, ოფისის დარბევა, რა ვიცი, ყველაფერი, მართლა დოლარი პოლიტიკური ძალა ხართ, რომელიც განსაკუთრებული სამიზნე იყავით და ახლაც ხართ როგორც შანს, იმიტომ რომ ყველა უბედურება რაც შეიძლება მოიფიქროს ადამიანის ტვინმა, მათ შორის ომის დაწყებაც კი საფუძვლად ედება თქვენს აკრძალვას. იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა არის, არა მარტო იყო, არის განსახიერება ამ ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შექმნის და მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და ამიტომ ყავს ეს წლებია ამოღებული მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა პუტინს და მის მონებს სამიზნეში. თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს, რა თქმა უნდა. გიორგი, მე მაქვს ასეთი კითხვა. აი ახლა შექმნილი რეალობა, როდესაც პარტიები აიკრძალება, ყველა აიკრძალება თუ ნაწილი, ყოველ შემთხვევაში თავისთავად ეს დაშვება და პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, პოლიტიკის აკრძალვა, გაუქმებული არჩევნები, როგორც თქვენ ამას ამბობთ, იმიტომ რომ ადამიანებში რწმენა არჩევნებისადმი არის ძალიან შერყეული ამდენი გაყალბებების შედეგად და ბოლო საპარლამენტო არჩევნები იყო მართლაც აპოთეოზი გაყალბების ის რაც ხდება ყოველდღიური იყო ეხლა რუსული სპეცოპერაცია. ის რაც ხდება ყოველდღიურად რუსთაველის გამზირზე, დაპატიმრებები ადამიანების ყოველდღე მიუხედავად ასაკისა, პროფესიისა, არ ვიცი, საუკეთესო ნაწილი, მე მგონი დღეს უკვე ისეთი ვითარებაა, რომ ცოტა სირცხვილიც არის დაპატიმრებული ერთხელ მაინც თუ არ ყავხარ ამ რეჟიმს. აი ამ ვითარებაში სად ხედავთ თქვენ როლს და ამ ვითარებაში არის თუ არა რაღაც გარკვეულწილად აი ეს ბიძგი თქვენთვის რომ მართლაც შედგეს რაღაც ერთიანობა რომელზეც თქვენ საუბრობდით საზოგადოებასა თუ პოლიტიკურ ძალებს შორის ჩვენ ზადავართ და ამასობაში რუსთაველის გამზირი ბოდიშს ვიხდი შემდეგ მიპასუხეთ შეგვიძლია ერთად ვნახოთ რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხატიას არ აქვს ჯერ შესაძლებლობა რომ ჩაგვერთოს კადრში ვხედავთ ჩვენ ამ კადრებს ადამიანები დღეს ისევ 353 დღეა თუ არ ვცდები ადამიანები დღეს ისევ აი ასე უშიშრად გმირულად იმიტომ რომ ეს არის გმირობა ნამდვილად გმირულად გადავიდნენ სავალ ნაწილზე რუსთაველის ჯაჭვში დგანან ისინი და მანქანებს უწევთ უკან დახევა და ხალხმა გადაკეტა კარგია თუ ხალხს ნახავთ და არა მანქანას საინტერესოა რა თქმა უნდა, თუმცა დარწმუნებული ვარ პოლიცია, უпростоრეთ მილიცია თვითონ მათგანის იდენტიფიცირებას ახდენს და უახლოეს საათებში მაქსიმუმ ხვალ რამდენიმე მათგანი გახდება რეჟიმის ტყვე. მოდით ვიდრე ხატია ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში გავაგრძელოთ საუბარი გიორგი მე დავსვიკითხვა და თქვენი პასუხი აღარ დაგცალდათ ამიტომ მიპასუხეთ. კი ეს არის თუ არა შექმნილი ვითარება ბიძგი იმისთვის რომ აი სტრატეგიებს გადახედოთ რაღაცა წარსული წყენები დაივიწყოთ და ამ ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლისთვის რასაც ვამბობდით ის დადასტურდა რომ ის ისე უნდა გვემოქმედა. ამიტომ სტრატეგიას სხვებმა უნდა გადახედონ რომ რასაც ვეუბნებოდით ის არის გასაკეთებელი და ჩვენ ახლაც მზათა ვართ ზუსტად იგივე მიდგომებით ჩვენ არ ვკაჩავთ რო იტყვიან ჩვენსკენ რაღაცა საბანს რაღაცა ჩვენი პარტიული ინტერესი არ გვამოძრავებს ახლაც იგივეს ვამბობთ რომ მზადა ვართ გადავდოთ ყოველგვარი პირადი წყენები უკანა პლანზე თუ მოხდება ეს გაერთიანება მაგრამ უკვე პარტიებმა ბევრმა აჩვენა რომ აბსოლუტურად კონიუნქტურას აყოლილები არიან და ისინი არ აღმოჩნდნენ მზად ებრძოლონ ამ რუსულ რეჟიმს. ამიტომ ჩვენ როცა ვლაპარაკობთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ერთიანობაზე ვლაპარაკობთ, მთელი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის ერთიანობაზე, არასამთავრობოების, ცალკეული ჯგუფების, ცალკეული ინდივიდების ჯანსაღ ნაწილზეა ლაპარაკი და არა ეხლა იქ რომ აი პარტია ახლა დაირქვა ვიღაცამ, ამიტომ რაღაცას წარმოადგენს, ვითომ პრაქტიკულად არავის არ წარმოადგენენ ეს ადამიანები, რომლებსაც პარტიები ქვიათ. დიდ ნაწილს, აბსოლუტურ უმრავლესობაზე ვლაპარაკობ, ნუ გარკვეული ნაწილი პირდაპირ ქოცებს ემსახურება, ხო? ვიცით ახლა ეს ეგრეთ წოდებული ნეიტრალური საქართველოს და ეს ახალი შექმნილი პარტიები და ალბათ კიდევ ბევრს ნახავთ, რომელიც შეიქმნება. ხალხის ძალა და ასე შემდეგ, ჩვეულებრივი ქოცები, ჩვეულებრივი რუსები არიან, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ იგივე პოზიციაზე ვდგავართ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ
ვამბობ. გახართ, მაგრამ ამისთვის რაღაც მეტი ძალისხმევის დახარჯვას ხომ არ აპირებთ თქო. რომ მართლები ვიყავით, რომ გვაჩვენა რომ ზუსტად ისე უნდა გვემოქმედა, როგორც ვამბობდი ჩვენ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და ახლაც მზადა ვართ ესე ვიმოქმედოთ, ანუ გადავწიოთ ჩვენი ინტერესი უკანა პლანზე, არც არ ვთხოვთ არავის რომ გინდათ ჩვენი სახელი დაერქვი, ჩვენი ნომერი ატარეთ, ხო მოგვეც ხო მეტი რა ვქნათ, ხო? მეტი რა დავთმოთ. აი ვინმე თქვას, ან მაშინ უკეთესი წინადადება რა შეიძლებოდა მთავარი ოპოზიციური პარტიის მხრიდან წამოსულიყო სხვა პარტიებთან მიმართება შეიძლება და ესე უპასუხისმგებლად მოიქცნენ ქართული საზოგადოების წინაშე და მათი მოვალეობის წინაშე და ახლა ხო კარგად გამოჩნდა ეს რომ მაშინ უპასუხისმგებლად მოიქცნენ და ჩვენ მართლები ვიყავით ამიტომ დავანებოთ თავი იმ გულის გატეხვას იმ წყენას ახლაც მზადა ვართ ისევე მოვიქცეთ იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რასაც მაშინ ვაყალიბებთ. თუ რამე კორექტივი ვინმე გვეტყვის, რომ უკეთესი წინადადება უნდა გქონდეს ჩვენ, კი ბატონო, აი თუ გნებავთ ახლავე მითხარიეკა, ან ვინმე მგვითხრას უკეთესი რა შევთავაზოთ და იმას შევთავაზებთ. მადლობა გიორგი, ძალიან დიდი, მინდა რომ რუსთაველის გამზირს და დაუბრუნდეთ, მაგრამ თუ გინდათ თქვათ. რუსთაველის შემდეგ კი ბატონო. კი ბატონო, არა, თქვით და შემდეგ ხატიას ჩავთავ პირდაპირ ეთერში. რაც შეეხება აი ამ ეგრეთ წოდებულ გაუქმებას მინდა პირდაპირ თქვა, რაც სარჩელში აქვს საკონსტიტუციაში, მინდა პირდაპირ თქვა, რომ ვამაყობთ იმითი, რომ სწორედ ეს რუსული რეჟიმი პირველ ყოვლისა კვლავ უპირისპირდება ნაციონალურ მოძრაობას, ეს ჩვენთვის დიდი პატივია, იმიტომ რომ ისინი უპირისპირდებიან, რუსეთი უპირისპირდება თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, რაც არის უშუალოდ დაკავშირებული მის შემქმნელთან მიხეილ სააკაშვილთან და მის გუნდთან და ამიტომ ახლაც ვაპირებთ რომ აი ამ სარბიელზე, აი ამ რეალურად პოლიტიკურ ბრძოლაში ჩავერთოთ ძალიან სერიოზულად იქ თავისი სამართლებრივი ნაწილითაც რა თქმა უნდა ვამზადებთ ყველაფერს სტრასბურგისთვის და ძალიან დიდი პოლიტიკური ნაწილითაც ერთის მხრივ რომ შევახსენოთ ხალხს რა ქვეყანა ჩავიბარეთ ჩვენ და რა ქვეყანა შევქმენით თავისი თანამედროვე პოლიციებით, საბაჟოთი, საგადასახადოთი, განათლების სისტემით, ჯანდაცვის სისტემით და იუსტიციის სახლებით და ასე შემდეგ და რას ეძახიან ესენი ნორმიდან გადახვევას შევარნაძის გზა ყოფილა თურმე შევარნაძის ხელისუფლებას ქონია თურმე სწორი გზა არჩეული და როგორც წუგლიკიანმა თქვა ვარდების რევოლუციით გადაუხვიეთო აი ამას ყველაფერს ვაჩვენებთ ქართულ საზოგადოებას და ბეჭებზე დავდებთ ამ მოღალატეებს როგორც სამართლებრივად ნუ ეხა მათი მოსამართლეები ჯიბაში მყოფი მოსამართლეები რას გამოიტანენ არ ვიცი მაგრამ პოლიტიკურად ვიღებთ ამ გამოწვევას და ბეჭებზე დავდებთ და ქართულ ხალხს და თელ მსოფლიოს დავანახებთ ვინ არიან ეს მოღალატეები და ვინ იყო ნაციონალური მოძრაობა და ამისთვის ბრძოლას ერთად გავაგრძელებთ და დარწმუნებული ვარ ქართულ საზოგადოების ერთიანობით ამ მოღალატეებს აუცილებლად დავამარცხებთ